ხაზე გავუსვათ, რომ დღეს ამ რეჟიმის გამო სტუდენტები იმყოფებიან გარეთ, უწევთ რომ იყვნენ გარეთ იმისთვის, რომ იბრძოლონ თავის სამშობლოსთვის და რა იყვნენ აუდიტორიებში, რომ მიიღონ განათლება და სამომავლოდ მიიღონ მონაწილეობა ჩვენი სამშობლოს მშენებლობაში. ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში, გადავწყვეტეთ, რომ სტუდენტების კერა შევქმნათ, სადაც გამოჩნდება ჩვენი სიტყვა მკაფიოდ, სადაც ჩვენ ვიტყვით ჩვენ სათქმელს. ვფიქრობთ, რომ ამისთვის საუკეთესო გამოსავალი განათლების სამინისტრო, იმიტომ რომ ის ფუნდამენტური პრობლემები რაც ხელს უშლის ჩვენს განათლებას მოდის აქედან, შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველგან. ამიტომ გადავწყვეტეთ რომ ჩვენი პროტესტი იყოს ყველგან, სადაც საჭიროა. ჩვენ ვიქნებით შეიძლება დღეს ვართ განათლების სამინისტროსთან, მაგრამ ხვალ ვიყოთ სხვა უნივერსიტეტთან, ან საერთოდ სხვა გარემოში და სივრცეში, სადაც ჩვენი პროტესტის ხმა უნდა ისმოდეს. ძალიან სამწუხარო არის რა, როდესაც შენი თანაკურსელი, შენი ჯგუფელი არის დაჭერილი, ის ვერ ესწრება შეერთად ლექციას და შენადროს დუმხარ. დღეს დუმილი არის თანხმობის ნიშანი, თანხმობა იმისა, რომ ლეგიტიმაციის მიცემა მთავრობისთვის და უნდა გამოფხიზდეს სტუდენტობა რა. კი, ჩართულები ვართ, სტუდენტები გაფიცულებიც ვართ, აგვივლია დიდი ხანი უნივერსიტეტში, არ ყოფილვართ ლექციებზე, მათ შორის ლექტორებსაც შეაქონიათ კითხვა ჩემთან, რომ რატო არ დავდივარ ლექციებზე და როცა ვიცი, რომ სტუდენტების უმეტესი ნაწილი არის ციხეში, მათ ემუქრებოდა 6-დან 9 წლამდე და დიდი პატიმრობა, მე ვერ ვიმშვიდად ლექციაზე და ვერ ჩავაბარებ სემინარს, ან ვერ მოვისმენ ლექტორს.